პიროვნების ფორმირებაში ოჯახთან ერთად განათლებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. Როგორები იყვნენ პრეზიდენტობის კანდიდატები სკოლაში, რას იხსენებენ მათი პედაგოგები, კლასელები და ოჯახის წევრები. ამ პერიოდში იკვეთებოდა თუ არა მათი ცხოვრების გზები. ამასთან ერთად თქვენ ახლა ნახავთ ძველ ფოტოალბომებში შემორჩენილ სურათებს, რომელთა გადაღების დროსაც ჩვენი კანდიდატები პრეზიდენტობაზე არც კი ფიქრობდნენ. არ ვიცი, რა ესიზმრება ადამიანს უფრო ხშირად, ვიდრე საკუთარი სკოლა და საკუთარი სკოლის წლები. ოთახში, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ხშირად ესიზმრება, დღეს მისი ქართულის მასწავლებელი მოსწავლებს კვაჭი-კვაჭანტირაძის ხასიათზე და ქართულ პოლიტიკაში მის ანალოგიაზე ესაუბრება. ოპოზიციამ საქმრჩობელა რომ აღმართოს და ამიყვანოს. მთელი ოპოზიცია წინ რომ აღმიდგეს, მე მაინც ვიტყვი, რომ მიშა სააკაშვილი იყოს საუკეთესო მოსწავლე. ოქროს მედალოსანი კომუნიკაბელური ზრდილი თავაზიანი ნაკითხი, ასეთია 51 სკოლის პედაგოგების მოგონებები მიხეილ სააკაშვილზე. The row of trees leading as goes. Where art thou? მეცხრე კლასელი მიშიკოს თარგმანებს სკოლის არქივში წითელი ვარდისყდიან ალბომში ინახავენ. და ისინი მე ძალიან ამაყი ვიყავი და ცრემლები მომდიოდა სიამოვნებისგან. ია გობრონიძეს შვილის გამო სკოლიდან საყვედურები არასდროს მიუღია. ძალიან უყვარდა რომ აქებდნენ. ხოლმე მეტყოდა დედა, ნუ რა გავაკეთე ახლა ისეთი რომ ესე მაქებენ და მე უფრო მეც აკეთებდა. დავით გამყრელიძემ თბილისის 55 საშუალო სკოლა დაამთავრა. როგორც იყო, როგორც მოსწავლე, ისეთივე დარჩა. დათოს პარალელურ კლასში მისი ბავშვობის მეგობარი ლევან გაჩეჩილაძე სწავლობდა. ლევანი და ესა დათო და მეზობლები, აი კუთხის სახლში ცხოვრობს და ნუ ერთად გაიზარდნენ. ერთად დადიოდნენ ქალაქიდან, გადიოდნენ, ხვდებოდნენ, სადღაც დაბადების დღეა თუ ისა, აი ესე უკვე რო წამოიზარდნენ, ძალიან უფრო გაძლიერდა მაგათი მეგობრობა. ლევან გაჩეჩილაძის მეუღლემ მეჯვარე დავით გამყრელიძე აირჩია. ლევან გაჩეჩილაძის პედაგოგები მასში მომავალ პრეზიდენტს ვერ ხედავდნენ. ნამდვილად ვერ ვფიქრებდი, რომ უფრო სამეცნიერო ხაზით ველოდი მის წარმატებებს, ვიდრე ბიზნესით და პოლიტიკის კუთხით. სკოლაში დინჯი და თავაზიანი იყო. მასწავლებლები ყვებიან, რომ ხანდახან დისციპლინასაც არღვევდა. ხან წესიქსაც არღვევდა, ხან ჯგუფშიც მონაწილეობდა. ხან მერხზეც გააკეთებდა წარწერას. ჯერ პატარა ვარ, როს გავიზრდები გულს სამშობლოსთვის, მეტად ავანთებ და ჩემი ქვეყნის დიდების კედელს პატარა კენჭებს მეც მივამატებთ. დიდი გეგმები პატარა არკადის ბავშვობიდან ჰქონდა. ეს ლექსიც ბავშვობაში დაწერა. თეთრი ბიჭი იყო, ესე ფუნთულა, ლამაზი ბიჭი, რო შეგეხედა გესიამოვნებოდა და სულ გაპრიალებული, გაკათკათებული დაყავდა. მასწავლებლებსა და კლასელებს ხშირად იხსენებს და წვეულებებსაც უწყობს. უყვარს, აი მიწაც კი უყვარს ჩვენი სკოლის. თანხა გადმოგვირიცხა, კომპიუტერული კაბინეტისათვის ახალი კომპიუტერები მოგცა, გადმოგცა. აჭიმები და სათვალე გია მაისაშვილის ცხოვრებაში მოგვიანებით გაჩნდა. 53 სკოლაში მაისაშვილს მისივე პედაგოგები თბილად იხსენებენ. ბავშვი სწავლობდა, მონდომებული ბავშვი იყო და მშობლები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ მას. 20 წლის წინ ამ გზაზე რომ გაგივლოთ, შალვა ნათელაშვილს შეხვდებოდით. მოსწავლე შალვა სოფელი ბაზალეთიდან დუშეთის პირველ სკოლამდე ყოველ დღე ფეხით 5 კილომეტრს გადიოდა. კლასში ჩუმად შედიოდა და მის საყვარელ ბოლო მერხზე ჯდებოდა. როცა ის გაკვეთილს ყვებოდა, არ შეიძლებოდა რომ თვით მასწავლებელსაც კი არა თუ მოსწავლეებს, მთელი გულის ყურით არ მოესმინათ მისთვის. მისი თხრობა ძალზე სასიამოვნო და მიმზიდველი იყო. შეხვედრის დროს ასე მითხრა: მაღლა მასწავლებელო, თქვენგან ფიზიკა კი არა, მაგრამ ძალიან ბევრი ვისწავლე აფორიზმებიო. პირამიდის სათავე უნდა მოინგრეს.
ტახტი უნდა დაიმტვრეს. კაცრავად დიდი ბოდიში